გამარჯობთ. თქვენ უყურებთ გაიოს მამალაძის ვიდეო ჩანაწერს. ეროვნული იდეოლოგიის საკითხი. დღევანდელი ჩანაწერი სათაურია. დიმიტრი თავდადებულის მადლიანობა და მისი გმირობის ქება მისივე თანამებრძოლი მონღოლი მელექსის მიერ. დიმიტრი მეორის შესახებ მონღოლები საოცარ ამბებს ხვდებიან. თურმე ორი ასეთი განმოცემა ჩვენმა უცნობმა ჟამთა აღმწერელმა შემოგვინახა. სულ პატარა იყო დიმიტრი უფლისწული, როცა მისი მამა დავით მეშვიდე ულუ აუჯანყდა მონღოლებს, მაგრამ დამარცხდა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ამ დროს მეფე დავითის ცოლი, დედოფალი გვანცა და ყრმა უფლისწული დიმიტრი ტყვედ ჩაიგდეს მონღოლებს. ერთ დღეს დავით მეფეზე გამწარებულმა ჰულაგუმ დიმიტრი უფლისწულის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ ერთ-ერთი ნოინის ცოლმა გადაარჩინა მომავალი თავდადებული მეფე, წაიყვანა და შვილივით ზრდიდა, რადგან უშვილო იყო. მიიხუტა თუ არა პატარა დიმიტრი კერძე ნოინის ცოლმა, მადლი გადასულა მასზე, მალე დაფეხმძიმებულა და ვაჟი გაუჩენია. ამის გამო ძალიან დიდ პატივს სცემდა ნოინის ცოლი დედოფალ გვანცას და უფლისწულ დიმიტრს. ჰულაგუ ყაენს არ უნდოდა დავით მეფესთან გამწვავებული ურთიერთობა ჰქონოდა. კი დაამარცხა, მაგრამ ვერც ხელში ჩაიგდო და ვერც დაიმორჩილა. ამიტომ უბრძანა თავის ვაზირს, გაეგზავნა ელჩი მეფესთან და ფიცით დაემტკიცებინა უბნებლობის გარანტია. დავით ულუმ უფროსი ვაჟი, უფლისწული გიორგიც გააგზავნა ურდოში, მაგრამ შემდეგ კვლავ დაიძაბა ურთიერთობა მეფესა და ყაენს შორის და კინაღამ სიკვდილით დასაჯეს გიორგი უფლისწული. თუმცა ყაენს ეყო გონიერება. დაუჯერა თავის სოლს, რომელმაც უთხრა: ბაგრატიონები წინასწარმეტყველების შთამომავლები არიან. მათი ხელის ხლება არ შეიძლება. გარდა ამისა, თუ შვილს მოუკლავ დავით მეფეს, შენს მტერს, ოქროს ურდოს დაუკავშირდება. ყაენმაც დაუთმო დავით ულუს, გადასცა დასასჯელად ჩვენი მეფის მტერი, ხოჯა აზიზი და ორივე უფლისწული საქართველოში განაგებო. საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მუცლის ალმობით გარდაიცვალა უფლისწული გიორგი და დიმიტრი უფლისწული გახდა ტახტის მემკვიდრე. 1270 წელს მეფე დავით მეშვიდე ულუ გარდაიცვალა. დიმიტრი ამ დროს 11 წლის იყო. ობოლ მეფისუს ტარჭსაიჭე ორბელის ზრდიდა. მისი დედა გვანცა დედოფალი ურდოში მოკლეს მონღოლებმა. 1271 წელს მონღოლთა საილხამოს ახალმა ყაენმა აბაღამ დიმიტრი მეფე დაამტკიცა. 1291 წელს ყაენმა აბაღამ გადაწყვიტა კვლავ ელაშქრა ეგვიპტელების წინააღმდეგ. მოუწოდა თავის ქვეშევრდომებს, მათ შორის მეფე დიმიტრის. ჟამთა აღმწერელი წერს, ამ დროს სულტანი ფანდუ ყადარ მიცვალებული იყო. აქ იგულისხმება az ზახირ ბაიბარს ალ ფანდუ ყდარი და ეგვიპტეს მართავდა ნასირ მელიქი, ნასირ უდ-딘 მუჰამედ იბნ ქალაუნ ალ ნასირი, ანუ მუჰამედ პირველი. მონღოლური ჯარის მეთაურად დაინიშნა აბაღას უმცროსი ძმა, მანგუ თემური. მანგუ თემურმა თავისთან გამოიძახა სამცხის მთავარი ბეკაც. ამ დროს სამცხე პირდაპირ მონღოლების დაქვემდებარებაში იყო და არ ემორჩილებოდა ტიფილისის სამეფო კარს. თუმცა ბეკამ შემდეგ თავისი ასული მიათხოვა დიმიტრი მეფეს. მრავალი დღე იარეს და მიადგენ ქალაქს, რომელსაც რქმევია დურბუზაკი, ალეპო, ანდეირ ელ ზორი. მოკლედ, ქალაქის აღებაში დიდი წვლილი შეიტანეს მესხებმა. მონღოლებზე და სხვა ქართველებზე მეტად წერს მემატია. დიდი საჩუქრები დაუჯილდოვებია ბეკა ჯაყელი და მისი სარდლები მანგუ დემოს. მიადგნენ ქალაქ ჰომს. ეგვიპტის სულტანმა ქალაუნმა იცოდა მონღოლების გეგმის შესახებ. მომზადებული დახვდა მონღოლთა არმიას და დაიკავა მომგებიანი პოზიცია. დიმიტრი მეფემ, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, ჯერეთ არ იყო სრულ, იგი დღით აბრძოლათათვის 21 წელი არ შესრულებოდა, სთხოვა ყაენის ძმას წინაბრძოლად დაგვაყენებო. მანგუ დემურმა, როგორც ჩანს, მარჯვენა ფლანგი ან მარჯვენა ფლანგის წინარიგები ჩააბარა ქართველებს. 1291 წლის 29 ოქტომბერს დაიწყო ბრძოლა, რომელიც ჰომსის მეორე ბრძოლის სახელითაა ცნობილი. შეტევა მონღოლების არმიის მარცხენა ფლანგმა დაიწყო. ქალაუნმა იცოდა ქართველების მხნეობის შესახებ, ამიტომ მათ წინააღმდეგ 12000 რჩეული მხედარი გადმოისროლა, რომელთაც უცნობი ჟამთა აღმწერლის თქმით სარდლობდა ორი გამოცდილი სარდალი, ყარა სუნღული, ალბათ ამირა სუნქურ ალ აშქარი, რადგან ის ხელმძღვანელობდა მამლუქთა მარჯვენა ფლანგს და
იაყუბ აფრაში, აყუშფარავ, შესაძლოა იაყუბ აშრაფი. სასტიკი ბრძოლა იყო, ორივე მხრიდან უამრავი ადამიანი იხოცებოდა. ყარა, სოღული და იაყუბ აფრაში პირდაპირ მეფეზე და ქართველებზე იწევდნენ. მეფე დიმიტრი მწინარიგებში განალაგა 2000 ყველაზე გამოცდილი მხედარი. მათგან ყველა მოუკლეს მეფეს, მხოლოდ 3 კაცი გადარჩა. ყარა სოღულის მიერ ნასროლმა შუმმა ცხენი გამოუკლა დიმიტრი მეფეს. ჩვენი ხელმწიფე ქვეითად აგრძელებდა ბრძოლას. ჩამოქვეითდნენ სხვა ქართველებიც. სიქანალის ძე, სიკდურის ძე აბაში ჯოგაშვილი, აბაშიძე, სწრაფ ჩამოხდა ცხენიდან და დაუთმო მეფეს. ეს რომ დაინახეს სხვა ქართველებმა, თვითონაც ამხედრდნენ თავის ცხენებზე, უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს, შეუტიეს მტერს და გააქციეს ომსის კედლებისკენ, ყარა სოღულისა და იაყუბ აფრაშის ნაწილი. გამოიკიდნენ და დაუდობლად ხოცავდნენ მტერს. ამან პანიკა გამოიწვია ხომსის მოქალაქეთა შორის, რომლებიც გავლავნების კედლებიდან უყურებდნენ ბრძოლას. მამლუქების მარჯვენა ფლანგსაც გაუჭირდა ძალიან. უკვე აგებდნენ ბრძოლას. ეგვიპტის სულტანმა უკან დაახევინა ჯარს, გადააჯგუფა და ახლიდან გადაიყვანა შეტევას. მთელი ძალებით ცენტრისკენ, სადაც მანგუ დემური იმყოფებოდა. ამ დროს ჩერქეზი მამლუქების მეთაურმა ოზდემირ ალ-ჰაჯიმ აიყოლია 200 ჩერქეზი და გაიჭრა მანგუ დემურის ბანაკისკენ ყვირილი. თითქოს მათ მხარეს გადადიოდა. მოგოლებმა მამლუქები შეუშვეს თავის რიგებში. ოზდემირ ალ-ჰაჯიმ მოითხოვა მანგუ დემურთან მიმიყვანეთ. მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაცია უნდა გადავცე პირადად. მიიყვანეს ყაენის ძმასთან. მოულოდნელად ჩერქეზი თავს დაესხა მანგუ დემურს და შუბი აძლია. მოგოლთა უფლისწული მძიმედ დაიჭრა. ჩამოვარდა ცხენიდან და დაცემისაგან და ჭრილობისაგან გონება დაკარგა. გარემოცვას ეგონა უფლისწული მოუკვდაო. სამეთაურო ბანაკში არეულობა დაიწყო. 200 ჩერქეზი გააფთრებით იბრძოდა, მაგრამ მანგუ დემურის გარემოცვამ მალე ჩახოცა ისინი. თუმცა მონღოლთა არმიაში პანიკა გავრცელდა. მთავარსარდალი მოგვიკლესო. ამ დროს ეგვიპტელების არმია შეტევაზე გადავიდა მოულოდნელი. მანგუ დემური გამოარიდეს ლოინებმა და უკან დაიხიეს უწესრიგ. მონღოლთა ნაწილი ალეპოსკენ გარბოდა. რა თქმა უნდა, რა უნდა ეკნოთ ქართველებს, მათაც უკან დაიხიეს. მდინარე ეფრატის სანაპიროსთან მონღოლთა ერთი ნაწილი ლერწმიანში მოხვდა და ცდილობდა გადასვლას მდინარეზე. მუსულმანებმა ცეცხლი მოუკიდეს ლერწმიანს. ცეცხლმანმა და კვამლმა ბლომად მონღოლი იმსხვერპლა. ნაწილი მდინარეში ჩაიხშო. მეორე ნაწილი მონღოლებისა 4000 მეომარი გაიბნა უდაბნოში და უწყობი დაიღუპა. ბევრი დაიხოცა მონღოლთა არმიიდან. მათ შორის მრავალი ქართველი გაწყდა ბრძოლაში ან უკან დახევისას. მეფე და ნაწილი ქართველებისა უნებლად გადარჩა. ეგვიპტელებმაც დიდი ზარალი ნახეს. გამარჯვებულნი კი გამოვიდნენ, მაგრამ დევნა ვერ შეძლეს. აბაყა ყაენი სულ მოუთქმელად ელოდა ინფორმაციას თავისი არმიის ლაშქრობის შესახებ. ერთხელაც ნადირობისას ვიღაც სომში ნაუმარ მელექსე თათარს გადაეყარა. აბაღამ გამოჰკითხა ომის შესახებ. ნაუმარმა მონღოლურ ენაზე ლექსად უამბო მონღოლთა სარდლებზე. ალიყანის შესახებ თქვა, როგორც მაღლიდან მომქროლავი შევარდენი, ისე უტევდაო. მანგუ დემური ვერს მიამსგავსა. სირმონის შვილი ებაგანი ხტომელ ვერქს. იაზბუღა მოზვერს. ბუღა კამეჩს. თაგუნი დედალ თხას. მონღოლ ქართველთა მეფის შესახებ უთქვამს მათ ენაზე. თენგრი მეთუ ქაურქურბა ბუღარ მეთუ ბუირლაჯი, რაც ნიშნავს როგორც ღმერთი გრგვინავდა, როგორც აკლემი ბუღრაობდაო დიმიტრი მეფე. როცა ქართველები დაბრუნდნენ აბაღასთან, ყაენმა დიდი პატივი სამეფეს, მის მეომრებს და გამოუშვა შინ. მომავალ წესაც უნდა ჯარის გაგზავნა ეგვიპტელებთან საომრად აბაღას, მაგრამ მიყენებული ჭრილებების გამო გარდაიცვალა მისი ძმა მანგუ დემური. თვითონ მალე ყაენიც გარდაიცვალა.